პატარა შესავალს გავაკეთებ თუ შეიძლება და მთავარით დავიწყებ. ამით თქვენ კითხვასაც გარკვეული თვალსაზრისით უპასუხებთ. მთავარი არის ის, რომ პარტია დემოკრატიული მოძრაობა იბრძვის იმისათვის, რომ ხალბატონი ნინო ბურჯანაძე გახდეს პრეზიდენტი. ანუ ჩვენ გეგმავთ პირველ ადგილს და უფრო მეტიც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მიღწევადია ეს შედეგი პირველივე ტურში. ამის წინაპირობა ყველანაირი არსებობს. მე მხედველობაში მაქვს ისე როგორც პოლიტიკური ვითარება, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, ისე ხალბატონი ნინოსადმი დამოკიდებულება და პლუს პარტიის მობილიზების ხარისხი, დღევანდელი მობილიზების ხარისხი, რომელიც იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც ჩვენ ორგანიზაციას გააჩნია და იცით, რომ ჩვენ ყველაზე ხელმოკლე ორგანიზაცია ვართ, ვინც ამ არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მე რეალურ კანდიდატებს შორის გულისხმობ, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ. ეხლა რაც შეეხება თქვენს მიერ დასმული კითხვის იმ ნაწილს, რომელიც შესაძლებლობების შეფასებას ეხება იმ კუთხით, თუ როგორია ხალხის დამოკიდებულება, ის რომ სხვადასხვა აზრია და სხვადასხვა პოზიცია ყოველთვის კარგია. იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ეს ორგანიზმი არის ბრძოლისუნარიანი, რასაც ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია ქვია და მისი კანდიდატი არის ძალიან საინტერესო საზოგადოების იმ ნაწილისთვისაც, რომელიც შეიძლება დღეს მას ხარს არ უჭერდეს. ეს არის ძალიან კარგი. და ყველაფრიდან ჩანს ეს დამოკიდებულება, განსაკუთრებით ხაზგასმულია ეს დამოკიდებულება ჩვენი კონკურენტი ორგანიზაციების ცდილობებიდან გამომდინარე. მე მხედველობაში მაქვს ის გამოკითხვები, სოციოლოგიური კვლევა, რომელიც ბატონმა ზურაბ ბიგვავამ წარმოადგინა რამდენიმე დღის წინ და რომელმაც უკვე თავისი შეფასებები მიიღო. და მიიღო ერთმნიშვნელოვანი შეფასებები, ამიტომ პრინციპში არ ჟღერს ამ თემაზე დეტალური საუბარი, იმიტომ რომ არითმეტიკა ის მეცნიერებაა, რომელიც უზუსტობებს ვერ იტანს და ბევრი უზუსტობა იყო ბატონი ზურაბის კვლევაში. მე უფრო მეცაც გეტყვით, ვინც უყურა კავკასიის ეთერს სამშაბათს, სადაც ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ ბატონი ზურაბ ბიგვავა და ჩვენი პარტიის პრესმდივანი ბატონი ბაკურ ბაკურაძე, ყველა დამეთანხმება, რომ ბაკურმა 5-0 მოიგო ეს დიალოგი, პირწმინდა დაამარცხა, იმიტომ რომ არ არსებობდა იმ ციფრების უკან არანაირი არგუმენტები. რახან თქვენ მაინც ჩამეკითხეთ. მე მაშინ ერთ-ორ ციფრს კიდევ გავიმეორებ. ყველა კვლევიდან გამომდინარე, გიორგი მარგველაშვილის ცნობადობის პროცენტი 40%-ზე ბევრად დაბლა. და მისი მხარდაჭერის რეიტინგი 53%, აქედან გამომდინარე ვერანაირად ვერ იქნება. შემდეგ, ყველამ კარგად იცის, რომ ერთადერთი არგუმენტი, რომლითაც საზოგადოების წინაშე წარდგა ბატონი გიორგი, არის ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა. ამ რეიტინგებით ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა, ანუ ბიძინა ივანიშვილის მოწონების პროცენტი არის 35 და შემდეგ ამბობენ, რომ პლუს ამას ემატება 17% კიდევ. ჩვენ ფიქრობდით, რომ ეს იმ 35-ის ნაწილი იყო, მაგრამ დავუშვოთ ეს 17% ემატება, 52% ნაკლებია, თუნდაც 1%-ით, მაგრამ ნაკლებია იმ 53%-ზე, რომელიც აქვს გიორგი მარგველაშვილს. ყველაფერი დღესავით ნათელია. როდესაც მთავრობის მხარდაჭერის რეიტინგი არის 40%-ზე, უფრო სწორად მოწონების რეიტინგი მთავრობის 40%-ზე ნაკლები, ძნელია იმ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის პროცენტი იყოს მასზე ამდენით მეტი. ესეც ძალიან ჩვეულებრივია, ძალიან უბრალო ანალიზი, სრულიად საკმარისია, ჩვენ დავრწმუნდეთ იმაში, რომ ეს კვლევა რაღაცა პოლიტიკურ დაკვეთას ემსახურება. მთავარი კითხვა და მთავარი ამოცანა არის სწორედ ამ პოლიტიკური დაკვეთის ფჭყილების გახსნა. და თქვენ ინტერესი სწორედ აქეთ მინდა მიმართო, მანამდე თქვენ კითხვას უპასუხებდეთ.
მე ვამბობ ასეთ რამეს. მე მაშინ პარალელურად ვიტყვი თუ რა შედეგებს იძლევა სხვა კვლევები. ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ისე როგორც ეს გააკეთა ოცნებამ, რომ ჩვენი კვლევების შედეგები გამოვიტანოთ, იმიტომ რომ პარტიული კვლევებია ეს ყველაფერი და იქ სულ სხვა სურათი იხატება. ეს ერთი. უბრალოდ არ მაქვს უფლება ციფრებზე საუბრის. მეორე, ერთადერთი რაც შემიძლია თქვა, იმიტომ რომ ეს კვლევა ემთხვევა ყველა დანარჩენი ორგანიზაციის კვლევებს, მათ შორის IRA-ის და NDA-ის კვლევებს. ეს გახლავთ ის, რომ ერთადერთი მზარდი დინამიკა რეიტინგის გრაფაში აქვს მხოლოდ ნინო ბურჯანაძეს. ყველა დანარჩენი კანდიდატის რეიტინგის დინამიკა არის კლებადი. ეს თავისთავად ვრავლისმეტყველია და ეს დინამიკა შენარჩუნებულია მაისის ბოლოდან მოყოლებული. ანუ, როდესაც პირველად დაიწყო ველზე გასვლა და მონაცემების შეგროვება. აქედან შეიძლება ბევრი დასკვნის გაკეთება, მაგრამ ვიმეორებ, რომ გარკვეულ დრომდე ჩვენ თავს ვიკავებთ კონკრეტულ ციფრებზე საუბრისგან. ეს არის ისევ და ისევ კამპანიის ინტერესებში და აქედან გამომდინარე ვაკეთებთ ამას. მიზეზი მარტივია. ალბათი ნინო არის ყველაზე კარგი კანდიდატი და ისათვის და უამრავი არგუმენტი. წმინდა პოლიტიკური არგუმენტების თვალსაზრისით თუ გავაანალიზებთ სიტუაციას, აღმოაჩენთ, რომ როდესაც საუბრობ, განვიხილავ ბუნებრივია სამ კანდიდატს. ეს არის ნინო ბურჯანაძე, გიორგი მარგველაშვილი და დავით ბაქრაძე. თუ წმინდა პოლიტიკური არგუმენტების თვალსაზრისით ვიხილავთ სიტუაციას, აქ გიორგი მარგველაშვილს უფრო ნაკლები აქვს არგუმენტები, ვიდრე დავით ბაქრაძეს. მას ოდნავი პოლიტიკური გამოცდილება მაინც გააჩნია, რა თქმა უნდა, უარყოფითი, მაგრამ მაინც გამოცდილება. და აი ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ამ კუთხით მხოლოდ და მხოლოდ დადებითი ნიშნით ხასიათდება. ის რომ მას აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, ის რომ მას აქვს საერთაშორისო კავშირები, მას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს ყველაფერი მის სასარგებლოთაა და ეს თანდათან საზოგადოებაში იწვევს იმ გავლენას სწორედ, რომ ესე იგი, როდესაც ანალიზს აკეთებს ამორჩეველი მოქალაქე, ხვდება, რომ საბოლოოდ პოლიტიკურმა არგუმენტებმა უნდა გადაწყვიტოს მისი არჩევანი და არა ვინმეს მითითებამ. ვინმეს რომელიმე კაცის კაცობამ და ასე შემდეგ, ხო? ეს არის. ეხლა რაც შეეხება იმას, წეღან რაც ესე დავაანონსე, რა პოლიტიკურ დაკვეთას ემსახურებოდა ეს კვლევა. ეხლა ეს ერთი რამ კიდე მინდა შეფასებისთვის თქვა, სოციალურ ქსელებში თქვენც თვითონაც წაიკითხავდით, ბატონ ზურაბს ყავსხედელობაში ოცნების ნავარო შეარქვეს. მე ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ, იმიტომ რომ უფრო ნაგონებს ეს რეიტინგული გამოკითხვა, ეს სოციოლოგიური კვლევა იმას, რაც გააკეთეს თავის დროზე გიან ოდიამ, გიგი თევზაძემ და თემურ იაკობაშვილმა. მე მხედველობაში მაქვს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდი და ყველგან კარგად მოგეხსენებათ, როგორც დამთავრდა ეს თვითონ ქართული საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი, როგორ დამთავრდა თვითონ ამ კვლევის მწარმოებლებისთვის და მათ ბევრი სარგებელი მიიღეს ამით, დაახლოებით აი ამას მაგონებს. და რა მაქვს მხედველობაში? მხედველობაში მაქვს ის, რომ გაიხსნა კარტები. ანუ ქართული ოცნება ამით გვეუბნება ამ კვლევის საფუძველზე, რომ მის ინტერესშია, რომ პირველივე ტურში დამთავრდეს მათ სასარგებლოდ ეს არჩევნები და ეს ერთი და მეორე მათ ინტერესშია მეორე ადგილზე გავიდეს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შესაძლებელი, თუ მოხდება დიდი გაყალბება. სხვა შემთხვევაში ასეთი შედეგი არის აბსოლუტურად გამორიცხული. და ამის დაანონსება მოხდა ფაქტობრივად. აი დიდი გაყალბება კიდე მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთში გარიგდებიან. თქვენ კარგად იცით, რომ ყველა საარჩევნო უბანი, ყველა საოლქო საარჩევნო კომისია, ყველა
და პირველ რიგში ცენტრალური საარჩევნო კომისია დაკომპლექტებული არიან მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებით. და ეტყობა მათ აქეთ აქვთ ეს ყველაფერი მიმართული და ამას გვაჩვენებს გარდა ამ სოციოლოგიური კვლევის შედეგებისა ის ფონიც, PR ფონი, რომელსაც ქმნიან ქართული ოცნების ლიდერები პირობითად შეიძლება უწოდოთ, რომელიც არ ერიდებიან შავი PR-ის კამპანიას. მე ყველაზე უფრო დავუშვათ ახალი და ცხელი არის ლევან ბერძენიშვილის ორი ასეთი თქვათ არ ვიცი ინტერვიუ როგორ შეიძლება უწოდო ამას ყველაფერს, სადაც იგივე საუბრობს, რაც ციფრების საშუალებით მოგვაწოდა ბატონმა ზურაბ ბიგოვამ. ისიც არის ღიად დაინტერესებული იმაში, რომ მოიგოს რა თქმა უნდა მათმა კანდიდატმა და მეორე ადგილზე გავიდეს. გასილებით უფრო დიდი ინტერესი ჩანს იმისა, რომ მეორე ადგილზე გავიდეს სწორედ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. აქ მარტივად იკითხება მიზანი. მიზანი არის ის, რომ მათ შეინარჩუნოთ სტატუს კო უახლოესი 4 წლის განმავლობაში და ამ პერიოდში გაიმაგრონ თავისი პარტიული პოზიციები საქართველოს მასშტაბით. რა თქმა უნდა, ძალიან სასურველი და კომფორტული ოპოზიცია ამ შემთხვევისთვის, ამ გეგმისთვის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არის თლიანად გაკოტრებული და ბუნებრივია, რომ კარგ ფონს უქმნის ქართულ ოცნებას, უფრო სწორად ქართული ოცნების სუბიექტებს, რომ ეს თავისი გეგმა განახორციელონ. მაგრამ ეს ასე არ გამოვა, იმიტომ რომ პარალელურად ხელისუფლებას აქვს ის მოვალეობა, რომ აჩვენოს შედეგი, რომ საზოგადოების მოთხოვნები დააკმაყოფილოს და ქვეყანაში აწარმოოს აღმშენებლობითი პროცესი. რასაც ეს ხელისუფლება ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს. რატომ? იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ ხელისუფლებაში ყოფნას არანაირად ზურგს არ უმაკრებს ხალხის დამოკიდებულება. ჩვენ ვიცით, რომ 1 ოქტომბერს ყველა ხმა მიიღო ბატონმა ბიზინა ივანიშვილმა და 0% არის იმ სუბიექტების წილი ამ გამარჯვებაში, რომელიც კოალიციას შეადგენდნენ მაშინ და დღესაც შეადგენენ და კარგად ვიცით, რომ ნაციონალურ მოძრაობას ის 40% მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო манипуляციების და არადემოკრატიული და არასამართლიანი, არათავისუფალი წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად აქვს მოპოვებული. მე ვაცხადებ ახლა იმას, რომ ასეთი სურვილი აშკარად შეინიშნება ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან. ეს სოციოლოგიური კვლევა არის ყველაზე მკაფიო ნიმუში იმისა, რომ მათ ეს სურთ. მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს ჯერ ერთი ის დრო აღარ არის, რომელიც ადრე იყო, თუნდაც არა მარტო ნაციონალური მოძრაობის დროს, არამედ მოქალაქეთა კავშირის დროს. და მეორე, რომ ჩვენ ყველანაირად მზად ვართ იმისათვის, რომ ამას ყველაფერს წინააღმდეგობა გაუწიოთ და მესამე, საერთაშორისო საზოგადოება დღეს უკვე ცოტა სხვა კუთხით შეხედავს ამას ყველაფერს. იმიტომ რომ გამეორება ყოველთვის გასილებით უფრო მძიმეა, ვიდრე პირველად განხორციელება იმ დანაშაულებისა, რაზეც საუბრობთ, საარჩევნო დანაშაულების მოხსნედობაში. წინააღმდეგობის გაწევაში გულისხმობ მუშაობას, სწორ მუშაობას, წმინდა საარჩევნო თვალსაზრისით და სწორ მუშაობას საზოგადოებასთან, სწორ მუშაობას ჩვენს საზღვარგარეთელ პარტნიორებთან. ну, ესე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არის თვალშისაცემი. ეხლა ძალიან ძნელია კონკრეტული ფაქტების მოტანით იმაზე საუბარი, რომ დაუშვათ გამგეობა რეკავს ყველა დაწესებულებაში, სახელმწიფო დაწესებულებაში იმისათვის, რომ მობილიზაცია გააკეთონ, იმიტომ რომ ამისათვის ჩვენ ელემენტარულად რესურსი არ გაგვეჩნია, უნდა არსებობდეს ინფო 9 ტიპის მედია საშუალება ჩვენს ხელთ,
რომ ამას მივახციოთ. გახსოვთ, იქაც არიდებოდა ფაქტები გარდა იმისა, რომ მასწავლებლები, მობილიზებული მასწავლებლები, სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მას დირექტორმა უთხრა, რომ აუცილებლად უნდა წასულიყო და ასე შემდეგ. გასავთ ეს ყველაფერი. ჩვენ ამის საშუალება არ აქვს, მაგრამ ეხლა რასაც უყურებთ, ეს სამარცხვინოზე მეტია გუშინ დამირეკა ჩემ ახლობელმა ამბროლაურიდან, ეს არის ჩემი რაიონი და სირცხვილით ვიწვოდიო. ცხენოსანი რაზმი როგორ დახვდა გიორგი მარგველაშვილს, თითქოს დავით აღმაშენებელი იყოს, გიორგი ბრწყინვალე, რისთვის, რატომ, რა დამსახურებისთვის, რა პატივისცემის ნიშნად მითხარით. ის რომ ბავშვები ხვდებიან ბუშტებით და დროშებით და ყვავილებით და შეძახილებით. აი ეს არის ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყებული. სააკაშვილის აღარ აკეთებდა ესეთ რაღაცებს. ბავშვებს იყენებდა ფონად იმისათვის სააკაშვილი რომ შიშარა არის და ბავშვების ფონზე უადვილდებოდა. ყოველთვის ჰქონდა იმის შიში რომ რაღაცისგან რაღაცა ესეთი არ ყოფილიყო. ბატონო ხო არა, ამ შემთხვევაში მე იმას მოხუც შეიძლება აქ კითხვის ნიშანი არ მინდა დავსვა, იმიტომ რომ ესე პირადი დაინტერესებაც შეიძლება იყოს რომ მივიდეს ამურჩეველია და ელემენტარულად მოისმენოს, მაგრამ ბავშვი იქ რატომ მიდის? იმიტომ რომ მიყვანილია. და ხელში დააჭერინეს ის ბუშტის, ის დროშას და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ყველაფერი არის იგივე მიზანს ემსახურება. ამით უნდათ აჩვენონ უბრალოდ ძლევამოსილების დემონსტრირებას ახდენენ ამით, რომ მათ მართლა აქვთ ეს ხარდაჭერა. ეს რა თქმა უნდა ყველაფერი გაყალბებას ემსახურება და არა იმას, რომ მართლა მარგველაშვილს ამხედრად ხარდაჭერა გვარს ვერ იმახსოვრებენ. ეხლა ერთი თვის განმავლობაში ვიყავი რეგიონებში, გვარს ვერ იმახსოვრებენ ჯერჯერობით, ძალიან დაბალია ცნობადობა. თბილისშიც დაბალია, მაგრამ რეგიონებში ეხლა მე არ ჩამიტარებია სოციოლოგიური კვლევა და ვერ ავიღებ თავზე ისეთ განცხადებებს, როგორც ჩვენი კონკურენტები იღებენ, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ძალიან დაბალია, უაღრესად დაბალი. ანუ იმ რეიტინგის დაახლოებით მე-13-მეოთხედიც არ არის, რომელსაც უწერენ გიორგი მარგველაშვილს ოცნებისგან დაქირავებული საკვლევო სამსახურების წარმომადგენლები. კიდევ რა გვინდოდა ვეთქვა, რომ არ გამოგჩეს რაიმე. იცით რა არის სალომე ზურაბიშვილს, ქალბატონ სალომეს მიაქვს როგორც ნინო ბურჯანაძის, ისე მარგველაშვილის ხმებიც. ყველა დაკვირვებიდან გამომდინარე, მაგრამ იმდენად მაღალი არის ქალბატონი ნინოს ხარდაჭერის პროცენტი, რომ არ ამგონია რომ ამან ხელი შეუშალოს, ვთქვათ, და პრობლემები შეუქმნას მის ამ წარმატებულ სვლას. მე ეჭვი მეპარება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის სრულიად გაუგებარია ის თამაშები, რომელიც მიმდინარეობს ახლა ქალბატონის სალომეს კანდიდატურის დაყენება არ დაყენებასთან დაკავშირებით. იქნება რაღაცნაირად წინასწარი ეფექტები იმისათვის, რომ თუ შემოიყვანენ ამ ფიგურას თამაში რაღაცნაირად ისევ და ისევ თავის ინტერესებში ჩასვან. მე გულისხმობ მაგას ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ დაუფარავია ეს დამოკიდებულება. ხო, ერთ რამეზე მინდა კიდე თქვენი ყურადღების მიქცევა. იმიტომ რომ უნდა გავაძლიეროთ ის თემა, იმიტომ რომ ეს სერიოზული ბრალდება აღიქმება ნორმალური ადამიანების მხრიდან, რომ კოაბიტაცია უფრო ღრმა ინტერესებში არის გადაზრდილი ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. კოაბიტაციის მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ გარკვეული ფორმით, გარკვეული შინაარსით უნდა გადაარჩინონ ნაციონალური მოძრაობა, რომ შემდგომში ისინი ეს გაერთიანება გამოიყენონ კოალიციის გარკვეულმა სუბიექტებმა თავისი ინტერესების სასარგებლოდ და სხვადასხვა რამეში ეს გამოჩნდა. ის რომ ბერძენიშვილი ამბობს, რომ მას უნდა ბაქრაძე გავიდეს მეორე ადგილზე, თან ლოგიკა როგორია, ნახეთ, იქ სადაც დანაშაულს ჩადიოდა სააკაშვილი, იყო იქვე ნინო ბურჯანაძე, სადაც დანაშაულს ჩადიოდა
ნაციონალური მოძრაობა იყო ნინო ბურჯანაძეს. ამიტომ ბურჯანაძე მეორე ადგილზე არ უნდა გავიდეს. ამბობს ბერძენიშვილი. ხო გაუგებარი ლოგიკაა რა. ანუ ის დანაშაულს ჩადიოდა, თურმე ის უნდა გავიდეს მეორე ადგილზე. ეს ერთი და მეორე ის პოლიტიკური ფლირტი, რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობდა ალასანიასა და სააკაშვილს შორის, თანდათან უკვე გადაიზარდა რომანში და ასეთი ურთიერთობა პოლიტიკაში ასეთი ტერმინი არსებობს, შეიძლება ძალიან გარკვეულ პირობებში პოლიტიკურ ქორწინებაშიც გადავიდეს. აი ეს ამაქვს მხედველობაში, როდესაც ლაპარაკობთ, მე აღარ მოვიხმობ ბრწყალებში იმ ციტატებს, რომლებიც მოდიოდა სააკაშვილისგან ალასანიას მისამართით და ალასანიასგან სააკაშვილის მისამართით ბოლო 2 კვირის განმავლობაში, დაუსწრებელ დიალოგს გულისხმობ, ეს ყველაფერი ჯამში გვაძლევს იმ დიდი სერიოზული ეჭვის საფუძველს, რომ აქ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ქართულ ხალხს სურდა 1 ოქტომბერს და რა დაკვეთაც გააკეთა მან პირადად ბიძინა ივანიშვილის მისამართით. სად არის აქ ბიძინა ივანიშვილი? არ ჩანს. ეს არის კიდევ ერთი დიდი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა ყველას ერთად მოგვიწევს, მათ შორის თვითონ ბიძინა ივანიშვილსაც მოუწევს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და ვფიქრობ, ეს ბევრ ამას ნათელს მოფენს კიდევ დამატებით. მაგრამ ამას დაველოდოთ. ჩვენ კიდევ გვაქვს 2 თვე წინ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დიდი მადლობა.